დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდია და იმედს იტოვებს, რომ უსამართლობა უმოკლეს დროში დასრულდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეების სახსრებით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პაკეტები დაამტკიცა, რომელთა ღირებულება $500 მილიონ შეადგენს. ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი ლედისთან მელანია ტრამპთან ერთად დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, გაერთიანებულ სამეფოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და სურს ნახოს, შეუძლიათ თუ არა სავაჭრო შეთანხმების ოდნავ დახვეწა. უინძორის ციხესიმაგრეში დღეს მას მეფე ჩარლზი უმასპინძლებს. პროკურორები ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. 22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის გარდა სისხლის სამართლის 6 მუხლის დარღვევასაც ედავებიან. ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატები ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი. ევროპის პატრიოტები მას გამჭვირვალობის ნაკლებობაში სდებენ ბრალს და აკრიტიკებენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებების გამო. სლოვაკეთის 16 ქალაქში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ეკონომიკური და პოლიტიკური კურსი გააპროტესტეს.